ჩვენ გადავიგებთ აუქციონს, რომელიც ჩავაკოპირეთ ლაშა გილაშვილისგან და გიო იქნება ჩვენი წამყვანი. თქვენი ლაშა გილაშვილი. მოკლედ გიო მიითვისა რატომღაც ჩემი არხი, ნუ მე გადავწყვიტე ესე რომ თამაში უფრო მინდა. მე ხელისა აჩიკო და ჩიკო. ჩემი მაყუცენა. ჯერო ხალხი გააცნოთ არა? კარგი, ესე იგი, გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენ უმაყურებელო. დღეს სტუმრად გვეყოლება ნიკოლოზ გოგილავა, რომელიც უკვე ჩემს აქზე ნამყოფია. გიორგი რომელიც უკვე ჩემთან ჩვენი მეგობარი და უკვე ცხოვრობს ჩემთან. საბა, აქ მე ვარ წამყვანი, გაჩვენე. დავით სარალიძე, ჩვენი შუათანაძმა, გიორგი გიორგაძე, ჩვენი ოჯახის ნათლია. დებიუტანტი ვარ ხო? დებიუტანტია, დღეს პირველად მიიღეს მონაწილეობას YouTube არხზე საერთოდ. ხო? ხო. YouTube-ზე პირველად გამოჩნდება თუ აჩავთვლით ცეკვის კონცერტს 2003 წლის. გამოჩენა არის ხო? ხო, თლად კარგად არჩანს, თან ცუდ ხარისშია გადაღებული და საბა, რომელსაც ალბათ არ იცნობთ და ნელ-ნელა გაგაცნობთ ვინ არის ეს ყმაწვილი. წესები რო აგიხსნათ, ჩავატარებთ აუქციონს, თითოეულ მონაწილეს გადმოგეცით 3-3000 ლარი არ არის, მაგრამ ევრო და დოლარის ყალბი კუპიურები. მაგრამ პირობითი ფული რო შეგვექნა 3-3000 ლარი გაქვთ. გამოვიტანთ სხვადასხვა სახის ლოტებს, სხვადასხვა ფასიანებს, ამათი ფასი თქვენ არ გეცოდინებათ. ყველა რეალურად არის განაყიდი და ამოღებულია ინტერნეტიდან ყველაზე ინფორმაცია. და ვისაც ყველაზე დიდი ღირებულების ქონება დაუგროვდება თამაშის ბოლოს, ის იქნება გამარჯვებული. ეხლა დავიწყოთ და გზადაგზა უფრო კარგად მიხვდებით. Yes. პირველი ლოტი მინდა წარმოგიდგინოთ. ეს არის პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას საქორწინო ტორტის ნაჭერი. მეგობრებო, დააკვირდით? ეს არის საქორწინო ტორტის ნაჭერი. ტორტი ჩვეულებრივ დიდხანს აძლევს, მოგეხსენებათ, მაგრამ სამეფო საქორწინო ტორტი სულ სხვა ამბავია. 1981 წლის პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას ქორწილიდან აი ეს ნაჭერი 2021 წელს გაიყიდა აუქციონზე. 40 წლის შემდეგ გაყიდეს ეს ტორტი. ეს ნაჭერი ერახებოდა თავდაპირველად არსებულ ყუთში, ანუ ყუთიც არ შეცვლილა და გაყიდვაში იყო როგორც საკოლექციო ნივთი. ეს პეროგი ვინ მოამზადა ის? ვინ მოამზადა არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ სამეფო კარის კონდიტერმა. დავითის 100 დაფიქსირებულია, ან მაგას შეგახსენებთ, რომ 100-100-ით ვაძლევთ უზრდით ბიდს, ეგრე რო ვთქვათ. მინიმალური ბიდი არის? მინიმალური ბიდი გახლავთ 100, კი ბატონო. 100 ლარი დავითი საწყისი ფასი. 200 ლარი საბა. საბას ჭამა უყვარს ზოგადად და ტორტი ვეროთ აგრე ტორტი რა ნიჭო საქორწილო ტორტია გაითვალისწინეთ ეს 1991 წლის გაიგიდან რაში შეძებოდა აბა პრინცესა დიანას და პრინც ჩარლზის ვიღაცას ნაჭერმა შეხვედროდა და აახიეს ეგრე გამოდის და გაყიდეს მე 40 წლის შემდეგ წარმოიდგინე და დაყაი თუ იქნება მიყურებს თუ გადაწყდეს 40 წლის შემდეგ აი მაშინ მეც ვიყიდი რა 300 ჩამოდის გიორგი 400 საბამ გაზარდა უკვე ფასი 400 ხო არ უნდა ეს რო აწევთ მიხვდები რომ 100 500 დავითი 500 ბიჭო საგოლის მაგის გამოუცხობს ვატანთ ტორტს დავით 800 ძმაო 800 აი ესე უეჭველი გიორგი ძალიან უნდა ეს პრინცესა დიანას და პრინც ჩარლზის ტორტი აბა ასე რომ დაუთმობ აბა 801 802 და 803 გაყიდულია გილოცავ გიორგი გათილი ისიც არ გვეწადე 800 შენაძენს და მოდი გავიგოთ ფასი რა ღირდა ეს ტორტი 40 წლის შემდეგ და მისი ფასი გახლავთ $2300 რაღაც უფრო მეც მოვიდო გილოცავ შენაძენს აი გეტყობა რომ მე ტორტია რა თქვენი 2000 პირველი ლოტი წარმატებით გათამაშდა გიორგის დარჩა 2200 ლარი რას გავს ეს ხო დანარჩენები 3000 ვაგზელებთ გადავიდეთ შემდეგ ლოტზე ეს უეჭველი აუ ამაში რას 400 რა აი ეს გადაახტა ეხა ეს არ იყო წესი შემდეგი მაგრამ არა უშავს რა მნიშვნელობა აქვს ეს არის მეგობრებო ჯონ ლენონის ტუალეტი ჯონ ლენონის მოგეხსენებათ ბიტლზების მომღერალის დავითის 200 დაფიქსირებულია მე კიდე გავაგრძელებ ამაზე საუბარს იდეალური საჩუქარია ბიტლზის ნამდვილი მოყვარულისთვის ადრე ეს განთავსებული იყო ტიტენჰერსტ პარკში ლენონის სახლში ბერკშირში ირეცხება
1979 წლიდან 1972 წლამდე იყო ამ ბერკშირში. იგი გადაეცა ჯონ ჰენკოკს მშენებელს, ლენონმა შესთავაზა ეს თავისი უნიტაზი თვითონ შეთავაზა, იმიტომ რომ ქოთნად გამოიყენებინა ყვავილებისთვის ქოთნად. კი ბატონო. თუმცა ტუალეტი განთავსდა ჰენკოკის ფარდულში, არ გამოიყენა ქოთნად და აუქციონზე გამოიტანეს 4-10 წლეული შემდეგ დაახლოებით. რამდენი გაიგე? აი მაგას გავიგებთ უკვე იმის შემდეგ, რაც ვიდეოს მეცემ. 200 ლარი აქვს დავით სტაბიდული. აზიანებულია რა ეხა დავაყოლე. შეიძლება, მაგრამ ამაზე ჯონ ლენონი მოისაქმებდა. 300 გოგილავას. რავი, ტუალეტი. 400 აფიქსირებს დათო. მე ვაფშე არ მივეკარები. 401, ბიჭო, გამოსაკლე. 402 და 500 ჩაერთო საბა. ტუალეტში უნდა. 501, გიოს პროჯექტება იმ ტორცო შეჭამს რომ 502, 503 გაყიდულია. საბამ შეიძინა ჯონ ლენონის ტუალეტი. და გავიგოთ, ფასი გავიგოთ, მეგობრებო. ამას აკეთავდა ბანკში. ჯონ ლენონის ტუალეტი ღირს 100 ლარი. $12,000. შენ რამდენი კიდე ის ტორტი? ბიჭო, 500 ხოდება ეს. რამდენი კიდე რამდენი კიდე? რატო ამირია ესენი ველი გავიგოთ ალბათ. იაფიანია. მე ვიძახი ამ თამაში მოვიგებ მეთქი და დაიმახსოვრ ჩემს. то უძლიერეს მოთამაშე და თან მიყურებლაში ვიყავ. აჰა, ბიტლზის. მე ამას გავყიდი და ვიყიდე უცებად სივის. შენი ჯონ ლენონის ტუალეტი $12,000. ანუ ეს რამე. ამაში საბას დარჩა 2500. კარგი, გავაგრძელოთ მეგობრებო. გავაგრძელოთ, ჯერჯერობით დავითი და გოგი პასიურობენ. შემდეგი ლოტი გახლავთ სკარლეტ იოჰანსონის გამოყენებული ცხვირსახოცი, მეგობრებო. თვითონ ეს გოგონა რო ყოფილიყო მე უსუბეთ. ეხლა აგიხსნით რა მოხდა. ერთ-ერთ ღამის შოუში სკარლეტ იოჰანსონი, ეს ცნობილი მსახიობი, სტუმრად იყო მისული და ერთჯერადი დავითის ასი დაფიქსირებულია. ერთჯერადი ცხვირსახოცში დააცემინა. შემდეგ ეს შეფუთა ერთჯერად პარკში და ზეთხელი მოაწერა. ნახმარი ცხვირსახოცი გაიყიდა და მეცაც გეტყვით მინიშნების სახით, რომ გაყიდული ცხვირსახოციდან შემოსული თანხა მოხმარდა ქվել მოქმედებას. ის $10 მართლა მოხმარდა? დავით 100 აქვს დაფიქსირებული. ბიჭო, ვიღაცის კლინტით რომ ვიღაცას ეხმარები, ცოტა მინიხით და მაგის ცურსა. მე მგონი მეტი აღარავინ არ 200 ჩაერთო გოგი, 300 დავითი ართმავს, 400, 500. გოგის უყვარს ზოგადად ცხვირსახოცები, სალფეტკები. 600-ით გადმოვიდა გოგი. 700, მაგარი პაექრომა, 800. გიორგი ყოველთვის ტრადიციულად 800-ით შედის ბრძოლაში. ბიჭო, არ მგონია ხა ისე. მე მხოლოდ მესამე ლოტია, მეგობრებო, მე შეგახსენებთ. 800 რას ვფიქრობთ? Johansi არის სექს ბომბა ამერიკულ კინოინდუსტრიაში. 900, გადაწყვიტეთ. შენ მეთქვის რა. ძახიათ არა? გოგი თქვა ასე რომ მეთქვა 1000. მიეცით. ვერ გავიგე. 1000 იმან. 1000 დავითი. უკვე ავედით 1000-ზე, ხტებით? ხალების გაბრას არის ამერიკა. 1001, ბიჭო, აი 1002. არა, ვიტყვის არა იმასი. აბა? ლაშაგელაშვილთან რო თამაშობდნენ, მაშინ ის იყო. 1003. გაყიდულია. კერდის რენტგენი ღირდა საკმაოდ ძვირი და მაგიტომ გონია რომ ეს რაღაცა ეგეთი იქნება. არა, მე არ ამგონია, იმიტომ ბერლინ რომ მორგოს- ეს ჩემი არის, ვიტყვი რა მანამდე რომ გიო მგონია უბრალოდ ჩახტო ესა და თან ეს ხალი რომ ეს უბრალოდ რაღაც როეპოა კიდე ხომ არა, თვითონვე შეფუფა და ძროე გამოვიტანა, ასე რომ ძალიან ფასი გავიგოთ. $10. $5,300 გაიყიდა სკარლეტ იოჰანსონის. ჩვენ დავით 1000-ად შეიძინე $5,300-იანი სიჩუმე სკარლეტ იოჰანსონის ცხვირ მონახოც. მაშინ მახატია მაინც ასი დაიბადა. ჩემ თამაშს დააკვირდით. აი ერთხელაც არ ჩავწულა რა ამაში და ჩემზე ბევრად იყინეს და ბევრად ნაკლები იყინეს. ცალჩენაძენს დავით გოგი ისევ პასიურობს, შემდეგი ლოტი. ჯონ ლენონი. და ეს გახსნავს ისევ ჯონ ლენონი დაგვიბრუნდა. ჯონ ლენონის კბილი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ეს არის ჯონ ლენონის კარიესიანი კბილი, მეგობრებო. ეს ფასუმატებს. იგი შეიძინა კანადელმა დანტისტმა, რომელიც ბიტლზების მომღერალის ჯონ ლენონის მოახლეს. დავით მიღებული 100, გადაუხადა გარკვეული თანხა ამ კბილში. დანტისტმა კბილი კაფსულაში მოათავსა და თავის კაბინეტში განათავსა, როგორც ძვირფასეულობა. კანადაში 1000-ობით თაყვანისმცემელი ჩადის, რათა
საკუთარი თვალით იხილავს ჯონ ლენონის კარიესიანი კბილი. ძალიან კარგი ესენი. იო, ამის გამოჩენა შეიძლება დაგვანაო და დაგვადებინ იყოს. მშვენიერი კბილია. ასეთი. 200 გოგი. 300, 400, 500, 600, 700 გოგი ისევ. 800, 900 კბილში 1000. 1100. შე კიდე ჯონ ლენონი ხო? 1200. 1200 გოგი. 1300. ამიტომ 1400. 1400 გოგილავოს უნდა ძალიან ჯონ ლენონის კარიესიანი კბილი. 1401 1402 და 1403 გაკეთულია. არა, ძვირი ეღირება ჩემი ეცა. გოგი გილოცავ ჯონ ლენონის კარიესიან კბილს. $10,000-ზე მომეტი ეღირება. საინტერესოა რა ღირს. მოდი ნუ გავასწრებთ მოვლენს. $10,000-მდე ეღირება. გავიგოთ ფასი. შენ როგორ ვფიქრობ ისე გოგი? რა შეიძლება ღირდეს? რადგან კბილი ცოტა ისეთია რა. ისეთი? და ხალხი ნახულობდა. კარიესიანი. ანუ ადამიანი ნახებია რა. მინანქარი რამე ეს მასალა სერიოზულია. 20-მდე დაარტყავს ჩემი აზრით. ჯონ ლენონის კარიესიანი კბილი მეგობრებო, გახლავთ 50,000. $35,000 ღირებულების. გავყოლოდი მაგრამ. გავგონე მithodi რომ ძვირი გირდა მაგრამ. მიირთვით თქვენი კბილი? არ მიგიდი იმ 800 ძვირია. 1400 გადაიხადე, ხო? შემდეგი ლოტი ვნახოთ მეგობრებო. ქვევი დავდეთ მაშინ. არა ეს რახან ვიცით ეს. მაშინ გადავახო სხვაზე და 9 ლოტი გამოგვიდა. ამაზე იზად, ხო ვიცი. აი ნახე რა მკერდი. ის ეს რა გიგდა? ეს ღირდა ბლომადრე. $45,000. რა გაიყიდა მე? რომ გადაიღო კერდის რენტგენი 1954 წელს და ეს გაყიდეს მე უკვე წლების შემდეგ. ნახე რა ბურთები. 28 წლის იყო მაშინ და ნახე როგორი ალბალია. ხოჩაკეჩო. გაიყიდა იმას. მეგობრებო, წარმოდგენილია შემდეგი ლოტი, ეს არის ყველაზე პატარა ბიბლია. ჩავასწორებ, ეს არის ყველაზე პატარა ბიბლიის, რომელიც მიღებულია დავით 100-იანი. ეს არის ყველაზე პატარა ბიბლიის, კითხვითი და ილუსტრირებადი ბიბლიის ასლი. რომელიც დაბეჭდილია 1727 წელს. ეს, კი ბატონო. 1727 წელს. აქვე აღნიშნავ იმას, მეგობრებო, ეს საინტერესო ფაქტად მოგაწვდით, რომ ელვის პრესლის კუთვნილი ბიბლია 2012 წლის აუქციონზე 66,000 ევროდ გაიყიდა. ელვის პრესლის კუთვნილი ბიბლია. ამაზე არა საუბარი. ეს კომპრიმერი იყო. ეს არ ვიცი ვისი კუთვნილი იყო, მაგრამ კატავიკი ეგეთი სააუქციონო საიტია, იქ გაიყიდა ეს პატარა ბიბლია. ასევე გეტყვით კიდე ერთ საინტერესო ამბავს, რომ იერუსალიმის მუზეუმში ყველაზე მინიატურული ბიბლია წარმოადგინეს. მისი ზომა არის 0.04 კვადრატული მილიმეტრი და ნემსის ყუნწის ტოლია. ანუ წარმოიდგინეთ ბიბლია, რომელიც არის ნემსის ყუნწის ტოლი. და ესე იგი, იგი კაჟის მოოქროვილ მიკროსქემაზე იონის სხივითაა ამოტვიფრული. ამაზე არ არის საუბარი. სხვა უბრალოდ ინფორმაციას გაწვდით, ეს საინტერესო იყო, რომ წავიკითხა, მინდოდა გამეზიარებინა, ანუ ნემსის ყუნწის ხელაა და კაჟის მოოქროვილი მიკროსქემაზე იონის სხივითაა ამოტვიფრული, წარმოიდგინეთ. ახლა შეიძლება და მოიცავთ საინტერესოა, ის წიგნი შეიცავს 1.2 მილიონ ივრითულ სიმბოლოს და მის წასაკითხად ელექტრომიკროსკოპია საჭირო. ის უფრო უნიკალურია ვიდრე ეს ეგრე გამოვიდა. ის არ იყიდება, ის ინახება იერუსალიმის მუზეუმში. რატომ მითხარით ეგ? უბრალოდ საჭირო ინფორმაციად მოგაწოდეთ. უბრალოდ ეს ყველაზე პატარა მეგობრი. არა, ხო მაგარი ინფორმაცია. იონებით არის, ანუ წარმოიდგინე ამოტვიფრული რა. ფიზიკურად არა, მე რას ვერც დაინახავ რამე თუ წერია. ანუ ეს ახლა ძალიან პატარა ბიბლია მეგონდა, მაგრამ თქვენ ახლა გასწავლეთ. ეს არის ყველაზე პატარა ბიბლია. არა, ეს არის რომელიც ილუსტრირებადია და შეგიძლია წაკითხვა რა, ხვდები? იმას ვერ წაიკითხე. იმას ვერ წაიკითხო მიკროსკოპის გარეშე. რა მაინტერესებს ეს ხო ასლი არის? ხო. და პირველი ვერსია ხო გამოვიდა რომ წელს? ნახე, ეს არის სოფლიოში ყველაზე პატარა კითხვითი და ილუსტრირებადი ბიბლიის ასლი და დაბეჭდილია ეს ასლი, თვითონ ასლი 1727 წელს. ანუ მე-18 საუკუნის დასაწყისში დაიბეჭდა ეს ასლი. ეხლა ნახე. დავიწყეთ აქ 100 მიცემული, როგორც მახსოვს? ორიგინალი თუ 60 რაღაცა 1000. 200 ორიგინალი არა, არასწორად გაიგე, ინფორმაცია არ მომისმინე. უბრალოდ აღნიშნე, რომ ელვის პრესლის კუთვნილი ბიბლია, ეს არ იყო მინიატურული, გაიყიდა 66,000 ევრო. პირდაპირ 200. 200 გიორგი. 300, 400 საბა. 600. 600 გიორგი. მე მართლმადიდებელი ვარ და ვინ. 601
700 საბა, 800 გოგილავა. 1000. 1000 გიორგი, აგრევე ურახუნებს კუშებს. 1100 საბა. 1500. 1500 გიორგი. წააგებს მო 1501 1502 გაატანთ 1500-ად 1503 გაყიდულია გილო ცალგიო ყველაზე პატარა კითხვით ილუსტრირება ბიბლიას რომელიც შეიძინე შეფული რა გინდა? და ღირდა ჩეჩკა. მისი ფასი კი გახლავს მეგობრებო ზად ხართ არ განმოცხება უსულაფუნს არ განმოცხება 2400 დოლარი ბიჭო, გული მიგძნობდა რომ არ იქნებოდა ძალიან ძვირი. სულ მათ რატოები? ბიჭო, დამიბრუნე შეიფურდა. 1500 გადაიხადე ხო თუ სწორად მახსოვს აგებაში და ახო ვინ არის ყველაზე მაგარი მოთხოვნა ანუ 1500 გადაგჭა შენ უკითხვა მაგ ბატონო წარმოგვიდგენ. რამდენი ლოტი? ამ რამდენი ლოტი დარჩა? გამოთვალე 9 იყო სულ, იმიტომ რომ ეს კერდი გამითიშეც და ვიცითო და დარჩა 9. რატო გაიყიდა ეს ბიბლია მაღლა ვერ ხდება? ჯოღელი არ გედოს კომფორტულად ამდენი ლოტი დარჩა, უნდა დაგეთვალოთ. ხო, არ ვიცი, ეგრე გაიყიდა. ეს უნიტაში ხდიან 35-მდია. მეგობრებო, ძალიან საინტერესო ლოტი არის შემდეგი. ეს გახლავთ ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ნასუნთქი ჰაერით სავსე ქილა. 200? 200 იწყებს დავითი, მე კიდე გავაგრძელებ ისტორიას ამაზე. როდესაც ჯოლი და პიტი ფილმის პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე ესე გამოჩნდნენ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მიკროფონის ნაცვლად მიაწოდა ეს ქილა. და წყვილი რამოდენიმე წამის განმავლობაში ამ ქილაში ასუნთქავდა. საბოლოოდ ქილა აუქციონზე გაიყიდა. დავითის 200 მიღებულია. 400. 400 გოგილავა. ამას პულს მიგადაიხ 500 საბა, 600, 700. 700 დავითი. 700 დავითი. 800. 800 გოგილავა. მეგობრებო, შეგახსენებთ, ეს უბრალოდ ქილა არის, სადაც ჩაასუნთქეს. იდიოტობა რაღაცები იყდა. 800 თქვა ბოლოს გოგი. 900, 900 დავითი. 901 1000 გოგილავა ძალიან უნდა ბრედ პიტის და ჯოლის ნასუნთქი ჰაერი. ბიჭო, გიო რომ არ თავში ზოგი რაღაც. ნახში როჟანგი. გიო ვერ ითამაშებს 700 ლარი აქვსო. 1100 დავითი. 1200, 1300. მეგობრებო, ჯერ წინ არის კიდე სხვა ლოტები. ეს უბრალოდ ნასუნთქი ჰაერია. 1301, 1302 არ შეედავებით? 1303 წვირიღის გილო ცავ დავით შენ ნამდვილად ძვირფასი შენაძენი გააკეთე და გავიგოთ ახლა მეგობრებო მისი ფასი რომელიც გახლავს რამდენი გადაიხადე 100 1300 40000 ეგრე 530 დოლარი რომ მინდოდა. ნასუნთქი გილო ცავ შენ კიდე გაიგე. ანუ უფრო მეტი გადაიხადა ვიდრე შენზე უარეს გომარება. რეალო 1300 გადაიხადა 530-იანში მე მეგონა აუქციონის ფასი გაზარდა დავით მა რამდენი დარჩა ძველი? ცოტა რომ მოტეხო იქ და 1300 გადაიხადე ხო? 700 დარჩა დათოსაც. რამდენი დარჩა? გოგის 1600 აქვს, საბას 2500 და თქვენ 700. ეს აცტოდ ინახავს პულებს ეს ბავშვი. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. არაფერი დაუხარშე მე გამოვყრდა. 500 მომეცი. კარგი ვაჭრობა იყო, ყოჩა ნიკოლოზ მაინც გაძვრა მეგრულად. ნიკოლოზი გაძვრა და გადავიდეთ ძალიან საინტერესო ნივთზე. ქვის პრიზმის ყვა. ეს გახლავთ მეგობრებო, უძველესი 100 ლარი დავითი მიღებულია. უძველესი მეტეორიტი დედამიწაზე. მეგობრებო, ეს მეტეორიტი 4.9 მილიარდი წლის წინანდელია. რა შევხარჯე ფული ჩემი ეს ნომერი. 4.9 მილიარდი წლის წინანდელი მეტეორის ნაწილია. ეს წარმოდგენილი, რომელიც გაიყიდა აუქციონზე და გახდა ერთ-ერთი უძველესი ნივთი, რაც კი ოდესმე გაყიდულა. აღმოჩენილია მე-20 საუკუნის დასაწყისში, მისი გარეგნობა არაადეკვატურია, თუმცა ძალიან იშვიათია. ეს არის დიდი ნიმუში და იწონის 26 კილო ნახევარს. ვა, 26 კილო ნახევარს და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ არის 4.9 მილიარდი წლის წინანდელი. ძალიან ძვირი ეღირე. დავითის 100 მიღებულია, ბიჭები, 200 გოგი. ბიჭები, ჩვენ ვერ გავწდებით საბადო. მოდი ერთიანად შევყრეთ. მე მოვწვით. და ის
თაღა გავიხო. 201, მე და შეშევიკრა. ამას ბევრი აქვს. 202, 300 საბა, 400 გოგი. შეიძლება ორ ჩორა შევიკრა. ორი ვარ რა. არა შეიძლება. შეიძლება, მაგრამ გაყოფა მოგიწევთ იმის მერე. არა, ხო. არ შეიძლება. რატო არ შეიძლება? არა, ეგ თავიანთი ფულია, რაც უნდა ისკნას. 500. მაგრამ უბრალოდ მე გაყოფა მოგიწევთ იმის, ანუ უბრალოდ გაყოფა არა. ნახეთ, მეგობრებო. შეიძლება, შეიძლება. დათოდოგი. მე ერთ-ერთს უნდა დაგჭირთ ლოტის, მიიღებთ მარტო ერთი. და თქვენ გადაწყვეტოთ რომელი ერთი მიიღებთ ლოტს. და გიღირთ თუ არა, ხო აბა ხო არ გახსოვთ თვაზე. მეტეორიტია ეს 4.5 მილი არ ტყდება. ბოლო რა იყო კუში? 400 იყო მე მგონი გოგის. 500 საბა, 600 გოგი, 700. 700, 800 გოგი, ეს უპერსე გავჩერდი. ეს დასამებს. 800 გოგილავა, 801, 802, 900, 1000, 1000-ად შევიდა გოგილავა ისევ თამაში. 1001, 1002, 1100, 1200. გოგილავა ართმობს ეგრევე ურტყავს. 1200, 1, 1200, 2 და 1200, 3 გაყიდულია. ნიკოლოზ გოგილავა წევინე ამას არ ჩემზე იაფად იყიდა. ნიკოლოზ გოგილავა 1200 გადაიხადა, დარჩა 400. დათოს 700, გიორგისა 700 და 2500 საბას. გადაიხადა 400, ისა დარჩა 400. და ეს ღირს 400 დარჩა. 16000 დოლარი, მეგობრებო. ამას ხო ჯობია, რა $130. ეს კვილი გირდა 35000. ესეთი იაფიანი არც რა ჩაგესვა. გამოხრული კვილი უბრალოდ ძვირად შეიძინა ნიკუშამ. მაგას ეხლა ნახე ჩამოაყარა მაგას და წელში ჩავსვი და გამოვასვი. ჩავისო. შემდეგი ლოტი, მეგობრებო, გახლავთ 400 მინის კილა მოჩვენებით, ანუ წერან შეიძინეთ ჩანასუნთქი ხარით? 2 დარჩა მე მგონი. 400. ხო, მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე. მაგალითად $530 რო იყიდა სტათომ. ერთი ფული რო დაგრჩებათ, ერთი 100 ლარიანი უდრის $1000. რატო არ მითხარი ახლა? თქვი თავიდან არ მისმენდი, შენ ჭორავდი. ერთი 100 ლარი დავჭერ. ერთი 100 ლარი უდრის $1000. ეხა იმ ლოტის შეძენის მაგივრად, ანუ ის ლოტი რო შეიძინა, ხო. სულ არ ეყიდა, უფრო მეტი იქონდა რა და ამან ძალიან ძვირი გადაიხადა იმაში. რა, საბა, რაზე იბღურები? ვერ მივხვდი. ფული რაც დაგრჩებათ, დაემატება თქვენ ჯამს და 100 უდრის 1000. ეგაა. 400. რომ 300000 მოგდა რა. არ წავიკითხო რაზე ესაუბარი? 400 მიღებული. მაგით ვაკეთე. 400 აქვს. 400 მიღებულია, კაი. ესე იგი, ეს გახლავთ მინის კილა მოჩვენებით. ერთმა მოხერხებულმა ამერიკელმა eBay-ზე გაყიდა ძველი დამტვერილი მინის კილა. მისი მტკიცებით ამ კილაში იჯდა მოჩვენება. ამუჩვეულო ლოტის მყიდველმა ანონიმად დარჩენა გადაწყვიტა. გამყიდველმა კი ფულიც მიიღო და მოჩვენებისგანაც გათავისუფლდა. 500 საბა, 600 დავითი, 700 გიორგი. 800 ლარად შეიძენს საბა, ფიზიკურად ვერ შეეწინააღმდეგებით, ასე რომ ეს ლოტი გახლავთ საბასი, რომელიც შეეძინა 800 ლარა და მისი ღირებულება შეადგენს 50000 ამერიკულ დოლარს. ანუ მოჩვენებიანი კილაგის 50000 და ანჯელინა ჯონის და ნასუნთქიძის $530. მაგრამ საბას დარჩა 1700. ხოსია. მე ნახე ქონდა და. არა, ნახე ვიცოდი. ერთი ლოტი დარჩა, ხო? და თან რა მე იო 700 რა სამ დაიწყო. ახო მე ვთქვი თავიდან მე მოვიგე იოსნა მე ვიგე ხო? და რაღაცა მომიგე. შემდეგი ლოტი გახლავთ ლეგოს 4 ოქროს აგური, ასე რომ ვთქვათ, მყარი ოქროს ლეგოს აგური. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ლეგოს აგური, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, ერთი მუჭა 14 კარატიანი მყარი ოქროს 2/4-ზე შედგება, როგორც ხედავთ. 2/4-ზე აგურისგან. არა, ლეგოს ფიგურაა. 1979 წლიდან 90 წლამდე დამატებითი სპეციალური კუბები თავდაპირველად გადაეცა ლეგოს თანამშრომლებს, რათა აღენიშნათ მათი მუშაობის 25 წელი გერმანიაში, მთავარ ქარხანაში. რაც ამ ნივთს უფრო ღირებულს ხდის.
მისი გამოყენება ასევე კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა და ღირებულება, რასაც გააჩნია, არის რომ ლეგოს ყველა ფიგურაზე მიდის. ანუ ჩვეულებრივ ლეგოს რო აწყობ, შეგიძლია ეს ლეგოს ოქროს აგურის ჩვეულებრივად დაურთო და ჩაცვა. ხო, ზომები იგივეა და ეს არა, ბავშვ მაინც არ მივწედი მაგ. 25 არის 25.65 გრამი. ბეჭო, მე როგორც ხა აწამების რაღაცა. და ორიგინალი ლეგოს ზომის და ფორმის არის. როგორც უკვე აღვნიშნე. აი დავიწყოთ 500. 400. 800 და მოვიგე. აგე მზად მაქვს უკვე 800 აი, ხელი. ეუნები. 800-ად შეიძინა საბამ და საბას ბიუჯეტი დარჩა 900 მაინც ბევრი და 900 მოვიგე. ლარი. და რამდენში გაიგინდა? ეს კი ღირს მეგობრებო 18500 დოლარი. საბა, გინდა ჩემ ორ ლოჩი გადიწვა. კაი, მეგობრებო, გამარჯვებული გახდა. საბა თავის აღწერა. თავის არხზე თვითონ გაიმარჯვა. ჩაწვობით იყო ყველაფერი. ხო. შემთხვევით. მე შევადგინე პირადად კითხვები შესაბამისად საბას არ ქონდა ინფორმაცია. კაი, მეგობრებო, საბამ გაიმარჯვა ეს თამაში, გილოცავ საბა, გადმოგეცემა საჩუქარი. თავიდან ფლექსაუდი რა საჩუქარი რა. ო, ეს საჩუქარი გადმოგეცემა ჩვენი კომპანიისგან. დანჯი. ჩვენი ტელევიზიისგან. მინის არალ. იმედისგან. ჩვენმა სპონსორმა გამოგიგზავნა საჩუქარი, რომელიც ეხლა არ გახსნა, მე გახსენი სახში. სახიო. ხო, ეხლა არ გახსნა, კაი, ძლუშობთ. არაფერი არ აშიგდო. ხო, და მეგობრო, აი, სწორი მიმართულებით მიდიოდა გიორგი, აბა რა მორალი მოგცა ამ თამაშმა, რა გასწავლა? რავი, ნაგავში ნაყაროთ გულიო. აბა მე შემოხედე, ნაგავში რომ მეყარო. ყველაზე ცუდი რაღაცები ვიყიდე. მე ნახე ნაგავი იყო და იაფიც გინდა. ანუ შენ გონია რომ 40 წლის წინანდელი ტორტის ნაჭერი ღირებული რაღაც შეიძინა? სამეფო ტორტის ნაჭერი იყო და რავი. სამეფო ტორტის ნაჭერი. ბილიგები და 35. ტორტი რა. უსამართლოა მეგობრებო ცხოვრება ეს ყველაფერი აი მას გვასწავლა. მოკლედ მეგობრებო დღეს სკოთ მოგეწყვეტ ვიდეო და ლაიქეთ და კომენტარით აუცილებლად ყველაფერი და სხვადასხვის მე თავიდანვე ვიძახდი რომ მე მოვიგებ მეთქი და მართალიც ვიყავი და და კიდევ ერთხელ აღნიშნეთ YouTube არხზე რომ საბა სიმპათიური ძმა ასწორებს როცა ამ არხზე ჩანს. როდოს ასწორებს ამას? მე მისწოდება რომ გიო მართლა ჩემთან ერთად მეხმარება ყველაფერში რაღაცეებში მაინც ხო და დაგემშვიდობებით რაღაცებში მაინცო. ძალიან მეამაწყობინა ყველაფერი. დაუჯეროს ყველაფერი თვითონ ააწვოს რომ ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის